იქ სტუმრებსა და მგლოვიარეებს რეგულარულად ქვებს ესროდნენ. Ყველგან ნაგავი იყო დახრილი. ჩვენ ვაწყდებოდით სიტუაციას, როცა საფლავებს რეგულარულად ანადგურებდნენ. ეს იყო ნომერ პირველი ნარკოტიკების მოხმარების ადგილი აღმოსავლეთ იერუსალიმში. მდგომარეობა საშინელი იყო. თუ ჩვენს გარდაცვლილებს მშვიდად დასვენების საშუალებას არ მივცემთ, ჩვენც მშვიდად ვერ ვიცხოვრებთ. ჯეფ დალბი არის Har Hazatimის ზეთისხილის საერთაშორისო კომიტეტის ისრაელის წარმომადგენელი, სადაც ის 2010 წლიდან მუშაობს უსაფრთხოების, შენარჩუნებისა და ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად მსოფლიოში უძველეს და უდიდეს ებრაულ სასაფლაოზე. ისრაელის ვეტერანი მხარდამჭერი, მან ადრე ხელმძღვანელობდა ამერიკის სიონისტური ორგანიზაციის ისრაელის ოფისს. მოგესალმებით JNS-ის სტუდიაში ჯეფ. გმადლობთ მოწვევისთვის, სტიუ. გვითხარით ჯერ ცოტა რამ თქვენს შესახებ და თქვენს საქმიანობაზე Har Hazatimში. რა თქმა უნდა, მე წარმოშობით ნიუ-იორკიდან ვარ და 2007 წლიდან აქ ისრაელში ვცხოვრობ. და მე გარკვეულწილად ვიცნობდი სიტუაციას ჰარ-ჰაბაიტზე, ზოას ისრაელის დირექტორის რექტორის ზეთისხილის მთაზე. მაგრამ სრულად არ ვიყავი ინფორმირებული. 2010 წლის ნოემბერში, მას შემდეგ რაც ისრაელის სახელმწიფო კონტროლიორმა მიხა ლინდენსტრაუსმა გამოაქვეყნა მკაცრი ანგარიში იქ არსებული მდგომარეობის შესახებ, მე ძალიან კარგად გავაცნობიერე ეს. ამიტომ მე და კიდევ რამდენიმე ამერიკელი, რომელთაც მშობლები Har Hazatimზე ჰყავდათ დაკრძალული, შევიკრიბეთ ერთად. ჩვენ შევქმნით ეს საერთაშორისო კომიტეტი Har Hazatimისთვის, ზეთისხილის მთისთვის. ჩვენ ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდით მთავრობასთან. მაშინდელი მდგომარეობა იმდენად საშინელი იყო, რომ იქ სტუმრებსა და მგლოვიარეებს რეგულარულად ესროდნენ ქვებს. ყველგან ნაგავი იყო დაკრილი. ჩვენ გქონდა საქმე სიტუაციასთან, სადაც საფლავებს რეგულარულად აზიანებდნენ. სასაფლაოზე ვირების რბოლები იმართებოდა. ჩვენ პოულობდით მკვდარ ვირებს სასაფლაოზე. ჩვენი მეზობლები იყენებდნენ სასაფლაოს. ეს იყო ნომერ პირველი ნარკოტიკების მოხმარების ადგილი აღმოსავლეთ იერუსალიმში. ისინი ვერტიკალურ საფლავის ქვებს ფეხბურთის კარის ძელებად იყენებდნენ. ამიტომ სიტუაცია საშინელი იყო და სახელმწიფო კონტროლიორი აბსოლუტურად მართალი იყო. რაც ჩვენ გავაკეთეთ იყო ის, რომ შევიკრიბეთ მთავრობასთან ერთად და პარტნიორობა დავამყარეთ მათთან. ისინი ძალიან თანამშრომლობდნენ. და ჩვენ გადავდგით ნაბიჯები, დავიწყეთ ზემოთ პოლიციის პუნქტის მოწყობით. დავაყენეთ ღობეები, ამისთვის 4 მილიონი შეკელი მივიღეთ. კამერები ყველგან დავამონტაჟეთ. ისინი ყველა მიერთებული იყო ცენტრალურ მუქთან, ცენტრალურ უსაფრთხოების შტაბთან. კამერებს 24 საათი, კვირაში 7 დღე აკვირდებოდნენ. ასევე დავაყენეთ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციელები და რეგულარული პატრულები. და შემიძლია კიდევ დიდხანს ხვე. მაგრამ ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად, არსებობს ერთი გამოთქმა ებრაულად, სურ მეირა ვაასეიტოვ, რაც ნიშნავს, რომ ჯერ უარყოფით მიხედე და მერე კარგისკენ მიბრუნდი. და მადლობა ღმერთს, და მადლობა ყველა ჩართულ ადამიანს. პოლიციაც ჩათვლით. ჩვენ შევძელით მთაზე ვითარების შემოbrunება, თუ არა 180 გრადუსით, მინიმუმ 160-ით მაინც. ნუ იდარდებთ, დანარჩენ 20%-საც მივხედავთ. და ასე რომ ეს არის ის მდგომარეობა, რომელსაც ახლა ვაწყდებით. 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ სერიოზული ვანდალიზმის აქტი არ გქონია. და ახლა რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ ვაშენებთ ვიზიტორთა ცენტრს Har Hazatimზე, რათა მოვიზიდოთ ახალგაზრდები, სტუდენტები, ჯარისკაცები, ტურისტები. ყველა ტიპის ვიზიტორები, რათა მეტი გაიგონ თავიანთ მემკვიდრეობაზე. რადგან Har Hazatimi, ზეთისხილის მთა, აქვს ებრაული ლიდერობისა და სწავლულობის პანთეონი ამ მთაზე. ამიტომ გვინდა, რომ ჩვენს ახალგაზრდებს თავიანთი მემკვიდრეობის შესახებ ვასწავლოთ. მოდით რამდენიმე მათგანი მაინც დავასახელოთ მათთვის, ვინც არ იცის ვინ არის იქ დაკრძალული. კარგი, მოდით ელისტისგან დავიწყოთ. ასევე არიან ბილისტის და ცელისტის წარმომადგენლებიც, რომლებსაც ძალიან საინტერესო ისტორიები აქვთ.
მაგრამ თუ ელისტის წარმომადგენლებზე ვსაუბრობთ, გულისხმობთ პრემიერ-მინისტრ მენახემ ბეგინს, გულისხმობთ ჰენრიეტა ზოლტს, ჰადასას დამფუძნებელს. გულისხმობთ რალფ კუკს, რალფ გორენს, ბარტა ნურას, ორჰა ხაიმს და კიდევ ბევრს, მაგალითად რალფ ჰუთნერს. ვისაც დაასახელებთ, ყველა იქ არის. მიუხედავად ამისა, ვიზიტორთა ცენტრი მხოლოდ სასაფლაოსთან მისასვლელი საშუალება არ არის. თქვენ ამაზე ბევრად მეტრამედ მიიჩნევთ. აბსოლუტურად. ვიზიტორთა ცენტრი, რომელიც ვითხოვდი, ამ ეტაპზე დაახლოებით ნახევრად არის დასრულებული. მე იქ ვარ კვირაში მინიმუმ ორჯერ, თუ არა უფრო ხშირად. ეს იქნება მეტი ვიდრე უბრალოდ ვიზიტორთა ცენტრი, მეტი ვიდრე უბრალოდ ადგილი, სადაც თქვათ საინფორმაციო მასალას აიღებ, ან კვლევით ცენტრში მოძებნი ვინ არის იქ დაკრძალული. ეს იქნება ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ ბუფეტი ან ადგილი, სადაც გაკვეთილები ჩატარდება და ლექციები გაიმართება. ეს იქნება საწყისი წერტილი სასაფლაოში შესასვლელად, რათა ახალგაზრდებს შეეძლოთ უშუალოდ გაეცნონ სასაფლაოს და ყველა იმ პიროვნებას, ვინც იქ არის დაკრძალული. ამით გულისხმობ იმისთვის, რომ ეს ახალგაზრდებისთვის საინტერესო გამოცდილება იყოს, ჩვენ გამოვიყენებთ ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა გაფართოებული რეალობა. მაგალითად, როცა აიღებ შენს iPhone-ს, დაუმიზნებ კამერას, თქვათ, მენახემ ბეგინის საფლავს. ეკრანზე გამოჩნდება მენახემ ბეგინი. ის მოგიხვება ისტორიას. და ამ ნარატივში ჩაშენებული იქნება მინიშნება შენი შემდეგი გაჩერებისთვის და სინამდვილეში თუ ამას აქ გვიან შუადღეს ჩავატარებდით. ვთქვათ, თორონტოში სკოლაში მჯდომი სტუდენტები შეძლებდნენ ამაში ჩართვას და ამ მისიაში დახმარებას. ასეთ დავალებებს ისინი კვესტებს ეძახიან. ასე რომ ვიმედოვნებთ ამ გამოცდილებას არა მხოლოდ ვიზიტორთა ცენტრში, არამედ უშუალოდ სასაფლაოზეც, ხალხთან და ებრაელებთანაც მივიტანთ. მთელ მსოფლიოში. შეძლებენ ამ აქტივობებში მონაწილეობას მიიღონ. და რა არის განრიგი, ანუ როდის ელით ოფიციალურ გახსნას? კარგი, ისინი გვეუბნებიან, რომ პასექი 2027 წელს. შესაძლოა ზაფხული 2027 წელს. სტივ, მართლა თუ იცი, თუ ამას გჯერათ, მაშინ ყველაფერს დაგაჯერებენ, მაგრამ იცით, ვიმედოვნებთ, რომ 2027 წლის რომელიღაც პერიოდში, შესაძლოა 2027 წლის ბოლოს, შენობა დასრულდება. და მალევე ამის შემდეგ საზოგადოებისთვის გავხსნით მას. და ამჟამად ოპერატორის შერჩევის პროცესში ვართ. მიჩრავს ტენდერი მალე გამოცხადდება. და იმედი გვაქვს, რომ ოპერატორს მივირებთ, რომელიც მზად იქნება გამოიყენოს ყველაფერი, რასაც ზეთისხილის მთას სთავაზობს. მაგრამ ამ დროის განმავლობაში სტუმრები მაინც მოდიან. ვიცი, რომ თქვენ თვითონაც ატარებთ ექსკურსიებს იქ, ასე რომ ხალხს უკვე შეუძლია ეწვიოს. მე რეგულარულად ვატარებ ექსკურსიებს. სინამდვილეში ხვალ დილით, 10 საათზე, კიდევ ერთ ექსკურსიას ჩავატარებ, თუ ვინმე სურს შემოგვიერთდეს. დიახ, ადამიანების რაოდენობა გაიზარდა 2014 წლის დაბალი მაჩვენებლიდან, როცა დღეში დაახლოებით 200 ადამიანი მოდიოდა. ახლა კი 2000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს. აქ ადრე ტურიზმი გვქონდა. ეს იყო მესამე ყველაზე ხშირად მონახულებული ტურისტული ადგილი. ამით იმ შესანიშნავ გადასახადს გულისხმობ. სასაცილოა, რადგან ახლა აქ, სტუდიაში, ზუსტად იმ ხედისკენ ვიყურები, რომელიც ზეთისხილის მთის წვერიდან იშლება. იადვაშემის შემდეგ, კოტელის შემდეგ, დასავლეთის კედლის შემდეგ, ზეთისხილის მთის წვერიდან ეს ხედვა იყო მესამე ყველაზე ხშირად მონახულებული ადგილი. ძირითადად ქრისტიანი მომლოცველების მიერ მონახულებული, მაგრამ იცით, ვიმედოვნებთ, რომ ამას შევცვლით. ჩვენ ვატყობთ ღონისძიებებს ზეთისხილის მთაზე და კიდევ მეტ ადამიანს მოვიზიდავთ. მეტი ებრაელი ზეთისხილის მთაზე. მსგავსად იმისა, რაც მერი რუდი ჯულიანიმ გააკეთა ცენტრალურ პარკში იმ დროს, როცა ცენტრალური პარკი უსაფრთხო არ იყო. და მან მოიწვია მეტროპოლიტენის ოპერა, ნიუ-იორკის ფილარმონია, შეფერის მუსიკის ფესტივალი, ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის კინოფესტივალი. ადელა დელა კორტეს, შექსპირის ფესტივალი ცენტრალურ პარკში.
ხო და აი 1000-ობით, 10000-ობით ადამიანი მოდიოდა. პოლიცია იძულებული იყო დაეცვა ისინი. ასე რომ ცენტრალური პარკი ფაქტობრივად უსაფრთხო გახდა. ეს არის ჩვენი მიზანიც აქ. მე ამას უწოდებ ჯულიანიზაციას ზეთისხილის მთის, ოღონდ დასაწყისში GUS კი არა, JWS წერ. კარგი, მაგრამ რატო არის ასე? უბრალოდ ცოტა განვარცოთ, რატო არის ესე მნიშვნელოვანი, რომ ჰარაზაითიმზე იყოს აქტიური ებრაული ყოფნა? არსებობს რამდენიმე მიზეზი. ძირითადად 4 მიზეზია, რატომ ჩაერთვნენ ადამიანები ამ ინიციატივაში. პირველი, უსაფრთხოება. ჩვენ დავიწყეთ 3 მთავარი მიზნით. უსაფრთხოება და უსაფრთხოება. და დიდწილად ეს მიზანი მიღწეულია. სხვა ადამიანები ჩაერთნენ იმის გამო, რასაც ებრაულად ქაოთ ჰამეთს უწოდებთ. თუ ჩვენს გარდაცვლილებს მშვიდად დასვენების საშუალებას არ მივცემთ, ჩვენც მშვიდად ვერ ვიცხოვრებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. პატივი და ღირსება გარდაცვლილთა მიმართ, ყველაზე პატივსაცემი, ყველაზე წმინდა სასაფლაო, ებრაული სასაფლაო მსოფლიოში. უსაფრთხოება და ქაოთ ჰამეთ. და მესამე მიზეზი, რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის განათლება. მე ვიყავი პედაგოგი, სანამ აქ ისრაელში გადმოვიდოდი, 33 წლის განმავლობაში კლასში ვასწავლიდი. ასე რომ, აქ გვაქვს უდიდესი შესაძლებლობა, ჩვენი ახალგაზრდები განათლდნენ. ჩვენ ძალიან ვდარდობთ. ამას ხშირად ისმენთ, როცა ვსაუბრობთ ამ იუთზე, ებრაულ ხალხობრიობაზე, რომ დღესდღეობით მთავარი პრობლემა არის. ებრაული იდენტობა ახალგაზრდებში. ასე რომ, აქ გაქვთ შესანიშნავი შესაძლებლობა, გააძლიეროთ ეს ებრაული თვითიდენტიფიკაცია. ეს არის მესამე პუნქტი. მეოთხე კი ნამდვილად ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ჩავერთე მაშინ, როცა ზოაში ვმუშაობდი. და ეს იმიტომ, რომ ზეთისხილის მთის ქედი, რომელიც რეალურად 2 მილის სიგრძისაა. ის იწყება ჰარ-ჰაცოფიმიდან, ანუ სკოპუსის მთიდან ჩრდილოეთით. და გრძელდება ქვემოთ ადგილამდე, რომელსაც კიტმათ სიონი ეწოდება, ამ გრძელი ქედის სამხრეთ წვერამდე. და ის იცავს, როგორც აქედან უხურებ, ის იცავს აღმოსავლეთ იერუსალიმს, თუ ჩვენ კონტროლს დავკარგავდით მასზე. და სამწუხაროდ, არაბები აშენებენ ბეთლემიდან სამხრეთით და რამალა ალბირადან ჩრდილოეთით 38000-ზე მეტი არალეგალური ნაგებობა ააშენეს. და თუ ზეთისხილის მთას ბოთლის ყელის წერტილად წარმოიდგენთ, როგორც ქვიშის საათის ყელს. ამ ორი გამონაშვების შეერთების აღკვეთა სრულიად აუცილებელია აღმოსავლეთ იერუსალიმის მთლიანობისთვის. შეიძლება ითქვას, მთელი იერუსალიმისთვის. და არა მხოლოდ ეს, არამედ აღმოსავლეთ ხარიზაითიმის მხარეს გვყავს ულამაზესი ებრაული თემები, როგორიცაა მიშორ ადუმიმი, ქფარ ადუმიმი, მაელე ადუმიმი, ალონი, კედარი. ლამაზი თემებია. ისინი ასევე საფრთხეში აღმოჩნდებიან, თუ ზეთისხილის მთის ქედს დავკარგავთ, ზეთისხილის მთის ქედს. ასე რომ, ძირითადად 4 მიზეზია, რატომაც უნდა გვაინტერესებდეს ეს. და თქვენი შეხედულებების მიხედვით, ერთი შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე მეორე. კარგად მახსოვს, რომ მითხარით, გსურთ არა მხოლოდ რელიგიური ებრაელების, არამედ ყველა ტიპის ებრაელის და ასევე ქრისტიანების მოზიდვა, როგორც ადრე ახსენე. და სხვებისაც, რომ ჩართოთ და განათლება მისცეთ, როგორც თქვით, ამ ძალიან მნიშვნელოვან ადგილას, იუდაიზმში. და არა მხოლოდ ისტორიული თვალსაზრისით, არამედ როგორც თქვით, იდენტობის თვალსაზრისითაც. ზუსტად ასეა. ვიზიტორთა ცენტრი ყველასთვის ღია იქნება. და ვფიქრობ განსაკუთრებით დღეს. სამწუხაროდ გეოპოლიტიკური სიტუაცია ისეთია, რომ არსებობს უზარმაზარი უმეცრება. არსებობს დიდი რაოდენობით გაუგებრობა. და ამ გაუგებრობის ფონზე ჩვენი ყოფნა იერუსალიმში უკიდურესად მნიშვნელოვანია. და ზეთისხილის მთა 3000 წლისაა. ზეთისხილის მთაზე ყველაზე ძველი საფლავი ფარაონის ქალიშვილის საფლავია. არა ის ფარაონის ქალიშვილი, რომელმაც მოსე ნილოსიდან ამოიყვანა, არამედ ის ფარაონის ქალიშვილი, რომელიც მეფე სოლომონს, შლომო ჰამელეხს გაჰყვა ცოლად. და ის დაკრძალულია ზეთისხილის მთაზე. ამიტომ ადამიანებისთვის იმის ახსნა, რომ ეს ადგილი ნამდვილად მეტყველებს ჩვენს უცხოეთ ყოფნაზე იერუსალიმში და ისრაელში, სრულიად აუცილებელია, განსაკუთრებით ამ დღეებში.
ფიქრობთ, რომ ეს ასევე მნიშვნელოვანია უფრო ფართო სურათისთვის. მე არ მომწონს ამას ნარატივი ვუწოდო, მაგრამ სიმართლის თქმა იმაზე, რაც ისრაელში ხდება. და ასევე მსოფლიოს ვაჩვენოთ, ვინ ვართ სინამდვილეში. ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად აუცილებელია. შეგიძლიათ იკამათოთ ამაზე ან იმაზე, მაგრამ ზეთის ხილის მთაზე ვერ იკამათებთ. იქ 150,000 ებრაელია, როგორც უკვე ვთქვი, რომლებიც 3,000 წლის წინანდელია და განისვენებს ზეთის ხილის მთაზე. ეს ჩვენი აქ ყოფნის უეჭველი ფაქტია. ამიტომაც ეს აბსოლუტურად აუცილებელი ხდება. სხვათა შორის, შეგიძლიათ იკამათოთ თუ გადახედავთ ტაძრის მთას. იქ ებრაული ყოფნის არც ერთ ნიშანს ვერ დაინახავთ. ყოველ შემთხვევაში აშკარა ნიშანს ვერ ანსვერა. შეიძლება თუ ქვემოთ გათხრი, იქ ნიშნებს იპოვით. და ჩვენ მართლაც ვიპოვეთ ვეთ ნიშნები, როცა სამწუხაროდ იმ მიწისქვეშა მეჩეთს თხრიდნენ. და უცებ, ეს ასობით ტონა მიწა, რომელიც კედრონის ხეობაში, ზეთის ხილის მთასა და ტაძრის მთას შორის დაყარეს, სინამდვილეში ტაძრის მთაზე ჩვენი ყოფნის მტკიცებულება გამოავლინა. მაგრამ თუ უბრალოდ შეხედავთ როგორც არის. ამ პლატფორმაზე, იმ 40-აკრიან პლატფორმაზე, ებორმაზე ებრაელთა ყოფნას ვერ დაინახავთ, განსხვავებით ზეთის ხილის მთისგან, სადაც შეგიძლიათ ერთი სამარხიდან მეორეზე გადახვიდეთ. და თითოეული მათგანი ჩვენი ყოფნის მტკიცებულებაა იერუსალიმში მთელი ისტორიის განმავლობაში. მაშ, რა არის თქვენი ხედვა? ესეთი მნიშვნელოვანი საქმე გიკეთებიათ. რა არის თქვენი ხედვა ზეთის ხილის მთის მომავლისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მომავალ წლიდან აქ მოსვლას და მონახულებას აპირებენ? პირველ რიგში უნდა დარჩეს უსაფრთხო. ეს იყო ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მანდატი. და ეს არის მანდატი, რომლის შენარჩუნებასაც აუცილებლად უზრუნველყოფთ. ჩვენ არ დავკმაყოფილდებით მიღწეულით. ჩვენ გავაგრძელებთ მდგომარეობის გაუმჯობესებას. ახლახან მივიღეთ 6 მილიონი შეკელი მთავრობისგან კამერების გასაუმჯობესებლად. რადგან სამწუხაროდ, 2 ახალგაზრდა ქალი, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოების შტაბში ისხდნენ. ხანდახან მათ უწევდათ 5 წუთამდე კლავიატურაზე მუშაობა, რომ კამერიდან კამერაზე გადაერთოთ ბრტყელ ეკრანებზე, რომლებიც კედელზე იყო დამონტაჟებული. ეხლა გვაქვს შეუფერხებელი სისტემა. თანამედროვე კამერებით, რომლებიც 360 გრადუსით ტრიალდება. და იქ მжდომი გოგონები. ეს თითქმის გამჭვირვალე სისტემას ჰგავს. შეუძლია რეაგირება მოახდინოს ვითარებებზე, რომლებიც ვითარდება, მაშინვე როგორც კი ვითარდება, იმის ნაცვლად, რომ ძალიან დიდხანს დაელოდოს რეაგირებას. ასე რომ, უსაფრთხოება კვლავ ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტია. მომავალში. მინდა რომ ის გახდეს ებრაელი ხალხისთვის საგანმანათლებლო მექა. იმ დონემდე სტივ. მაგალითად, Birthright-ის სტუდენტები, რომლებიც იქ სწავლენ და შემდეგ დაბრუნდებიან თავიანთ კოლეჯებში, როცა დაბრუნდებიან შტატებში, დიდ ბრიტანეთში ან სადაც არ უნდა იყოს. და ისინი იტყვიან, იცი რა? უნდა ესტუმრო იმ ადგილს, რადგან ეს იყო უბრალოდ საოცარი საგანმანათლებლო გამოცდილება. და თუ ამ დონემდე მივალთ, თუ შევძლებთ ახალგაზრდების მიზიდვას ზეთის ხილის მთაზე, მაშინ ბედნიერი კაცივით მოვკვდები. კარგი, ჯერ არ მოკვდე, რადგან გჭირდები. და შენ დაფინანსება ახსენ. სახელმწიფო დაფინანსება, კიდევ სად იღებ დაფინანსებას და ასევე როგორ შეუძლიათ ადამიანებს დახმარება თუ ამის სურვილი აქვთ. როცა სახელმწიფოსთან კონტრაქტი გავაფორმეთ, შეთანხმება იყო, რომ ისინი ჩადებდნენ 12,5 მილიონ შეკელს და ჩვენც ჩავდებთ 12,5 მილიონ შეკელს ამ შენობის მშენებლობაში. ჩვენ გვაქვს. როდესაც გარკვეულ ეტაპებს მივაღწევთ. ჩვენ მივიღეთ დაფინანსების ტრანშები სახელმწიფოსგან, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. და არა მხოლოდ ეს, სტივ. მაგრამ არ გინდა, რომ ეს ლამაზი შენობა უსარგებლო გახდეს. გინდა, რომ ის გამოიყენონ ყველას გამოცდილების გასამდიდრებლად იქ. ამიტომ, რომ გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი პროგრამები, მოგვიანებით დაგვჭირდება დამატებითი დაფინანსება. ასე რომ, თუ ვინმე სურს წვლილის შეტანა, ჩვენ სხვათა შორის ველით, რომ ხარჯების გადაჭარბებისა და მასალების ინფლაციური ფასების ზრდის გამო, საბოლოოდ ეს, ალბათ, 28 მილიონი იქნება.
ანუ 14 მილიონი ჩვენგან და 14 მილიონი მთავრობისგან. ამიტომ თუ მათ სურთ წვლილის შეტანა, მათ უნდა შევიდნენ ჰარხაზეისიმზე. HARHAZEISIM. ჰაზეისიმ, harhazesim.org. იქ არის შემოწირულობის რილაკები და ისინი იქ შეუძლიათ შევიდნენ და გააკეთონ შემოწირულობა საკრედიტო ბარათით, როგორც მათ სურთ. Jeff Darby, სასიამოვნო იყო თქვენი მასპინძლობა სტუდიაში და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. გმადლობთ, Steve. გმადლობთ, რომ მიმიწვიეთ.